გამარჯობა მეგობრებო, მოემზადეთ, რადგან დღეს UFC სამყაროდან ყველაზე ცხელ და სკანდალურ ამბებს განვიხილავთ. ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურია ნამდვილ ომშია. შონ სტრიკლენდმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა და ილიას ოჯახს შეეხო. რას უპირებს მატადორი ამერიკელ გიშს? გარდა ამისა, ნახავთ როგორ გეგმავს სტრიკლენდი ხამზატ ჩიმაევის დაუმარცხებელი სერიის შეწყვეტას. ეს ვიდეო ემოციების ნამდვილი აფეთქებაა. თუ გულშემატკივრობთ ჩვენს მებრძოლებს, აუცილებლად დააჭირეთ ლაიქს, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარი. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და მოემზადეთ მეგობრებო, რადგან ოქტაგონზე კი არა, მედია სივრცეში ისეთი ხანძარია, რომლის ჩაქრობასაც სპეცრაზმიც კი ვერ შეძლებს. ჩვენი სიამაყე, მატადორი ილია თოფურია ნამდვილ შუა საუკუნეების რაინდად იქცა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ UFC-ს ყველაზე გიჟ ბიჭს, შონ სტრიკლენდს საკადრისი პასუხი გასცეს. ყველამ ვიცით, რომ შონს ენა ძვალი არ აქვს და ხშირად ისეთ რაღაცებს ბოდავს, რაზეც ნორმალურ ადამიანს თმები ყალხზე დაუდგება. მაგრამ ამჯერად მან ისეთ თემას შეეხო, რომელზეც ქართველებთან და კავკასიელებთან ხუმრობა სიკვდილის ტოლფასია. ილიამ თავის ლაივ სტრიმში პირდაპირ და გასაგებად უთხრა სტრიკლენდს: ბიჭო, სანამ რამე სიტყვი ხამზატ ჩიმაევზე ან კავკასიელ ხალხზე, კარგად დაფიქრდიო. თოფურიამ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს რეგიონში სიტყვას ფასი აქვს და თუ პირისპირ შეხვდებიან, ეს მხოლოდ სპორტული გარჩევა არ იქნება. ილიას ტონი იყო მშვიდი, მაგრამ ისეთი ცივი, რომ ეკრანიდანაც კი იგრძნობოდა საფრთხე. თუმცა სტრიკლენდი ხომ სტრიკლენდია, ტიპი, რომელსაც ალბათ ბავშვობაში აკვანში ჩაეძინა და მას მერე ფხიზელი არავის უნახავს. შონმა არამხოლოდ არ დაიხია უკან, არამედ ისეთი რამ აკადრა ილიას, რასაც საქართველოში არავინ აპატიემს. შონმა თავის ვიდეოში პირდაპირ ოჯახზე და შვილებზე დაიწყო საუბარი. წარმოგიდგენიათ? თქვა, შენ შვილებს პირდაპირ ეთერში ვანახებ, მამა შენი როგორ ილახებაო. აი, აქ კი ნამდვილად გადაკვეთა ყველანაირი წითელი ხაზი. ილია თოფურია ის კაცი არაა, ვინც ასეთ რამეს დააიგნორებს. ქართველი გულშემატკივრები უკვე დუღან. სოციალურ ქსელებში ნამდვილი ომია. ერთი მხრივ გვაქვს ილიას ღირსება და ვაჟკაცობა. მეორე მხრივ კი სტრიკლენდის უტაქტო და გიჟური გამოხტომები. ილიამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ ქამარი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა შენს კულტურაზე და ხალხზე. სტრიკლენდს კი ეტყობა, რომ დაავიწყდა, ქართველებთან ენის ტარტალი კარგად არასდროს მთავრდება. თუ ეს ორი სადმე ლიფტში ან კულუარებში შეხვდა ერთმანეთს, გარანტიას გაძლევთ, იქ დანა უაითის დაცვაც ვერაფერს იზამს. ილიამ ზადაა სტრიკლენდს ისეთი მასტერკლასი ჩაუტაროს, რომ შონმა საერთოდ დაივიწყოს, ინგლისურად ლაპარაკი როგორ უნდა. მაგრამ სანამ ილია და შონი ერთმანეთის დამართვით არიან დაკავებულნი, ოქტაგონზე კიდევ ერთი დრამა იხარშება. სტრიკლენდი მხოლოდ ილიას კი არ უქნევს მუშტებს შორიდან, მან უკვე დაანახა ყველას, რომ სპორტულადაც ფორმაშია. ჰიუსტონში ენტონი ერნანდესის ნოკაუტით გათიშვის შემდეგ შონმა თვალი დაადგა სხვა მსხვერპლს, რომელიც ბევრს დაუმარცხება ჰგონია. სანამ ილია თავის პოზიციას იცავს, შონი უკვე გეგმავს, როგორ ჩამოხსნას გვირუნი ხამზატ ჩიმაევს და აი აქ იწყება ნამდვილი ტაქტიკური ჭიდაობა, სადაც მხოლოდ გინება აღარ უშველით. ილია თოფურია ის კაცი არაა, ვინც ასეთ რამეს დააიგნორებს. ქართველი გულშემატკივრები უკვე დუღან. სოციალურ ქსელებში ნამდვილი ომია. ერთი მხრივ გვაქვს ილიას ღირსება და ვაჟკაცობა, მეორე მხრივ კი სტრიკლენდის უტაქტო და გიჟური გამოხტომები. ილიამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ ქამარი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა შენს კულტურაზე და ხალხზე. სტრიკლენდს კი ეტყობა, რომ დაავიწყდა, ქართველებთან ენის ტარტალი კარგად არასდროს მთავრდება. თუ ეს ორი სადმე ლიფტში ან კულუარებში შეხვდა ერთმანეთს, გარანტიას გაძლევთ, იქ დანა უაითის დაცვაც ვერაფერს იზამს. ილიამ ზადაა სტრიკლენდს ისეთი მასტერკლასი ჩაუტაროს, რომ შონმა საერთოდ დაივიწყოს, ინგლისურად ლაპარაკი როგორ უნდა. აი მეგობრებო, მივადექით იმ თემას, რომელიც მთელ MMA სამყაროს ძილს უფრთხობს. შონ სტრიკლენდი და ხამზატ ჩიმაევი. ჰიუსტონში ენტონი ერნანდესის ისე გათიშვის შემდეგ თითქოს შუქი ჩააქრესუ. ტარზანმა პირდაპირ ბორზისკენ გაიშვირა თითი. შონი ისეთი ტიპია, აი, ქორწილში რომ მიხვალ, ყველა რომ ცეკვავს და ეს ტიპი შუაში დგება და ყვირის: აბა ვინ არის აქ ვაჟკაცი, გამოდით დამენახეთო. არანაირი მოთელვა, არანაირი რეიტინგების თვალიერება. სტრიკლენდს პირდაპირ ჩემპიონის სკალპი სჭირდება. და მოდით სიმართლე ვთქვათ, ხამზატი ისეთი მეტოქია, რომლის ხსენებაზეც ბევრს მუხლები უკანკალებს. მაგრამ შონს ალბათ ტვინის ის ნაწილი აქვს ამოჭრილი, რომელიც შიშზეა პასუხისმგებელი. აქ საქმე მხოლოდ ქამარში არ არის.
აქ ნამდვილი სტილების ომია. ერთი მხრივ გვყავს ხამზა ჩიმაევი, ადამიანი ვაკუუმი. როგორც კი ოქტაგონის კარი იკეტება, ის შენსკენ გამოიქცევა ისეთი სისწრაფით, თითქოს ბოლო რეისზე არ გვიანდება თბილისიდან ბათუმში. თუ ჩაგავლო ხელი მორჩა, ჩათვალე რომ საგადასახადო ინსპექცია დაგეცა, არ მოგეშვება სანამ სულს არ ამოგხდის. ხამზატის ჭიდაობა არის სისტემა, რომელიც არ გიტოვებს ჟანგბადს. მეორე მხრივ კი ყავს სტრიკლენდი, თავისი გაუთავებელი ჯებებით, უცნაური დგომით და იმ ამერიკული ფსიქოპათის ღიმილით, რომელიც ნებისმიერ წყობიდან გამოიყვანს. შონი არის კედელი, რომელიც არ იღლება და რომელიც მზადაა 25 წუთი გირტყას ერთი და იგივე ადგილიდან, სანამ შენი სახე პიკასოს ნახატს არ დაემსგავსება. სტრიკლენდის მწვრთნელმა ერიკ ნიქსიკმა უკვე თქვა, ჩვენი საშინაო დავალება იქნება ჯოჯოხეთურიო და მართალიცაა. ჩიმაევის წინააღმდეგ ტაქტიკა უნდა იყოს ისეთივე ზუსტი, როგორც ქართული სუფრის თამადის სიტყვა. ნიქსიკის გეგმა მარტივია, მაგრამ გენიალური. ჯაჭვის გაწყვეტა. ხამზატი მიჩვეულია, რომ მისი შეტევები მიყოლებით მოდის. ერთი გადაყვანა, მეორე, მესამე. სტრიკლენდმა პირველივე რგოლზე უნდა დაარტყას. უნდა აიძულოს ხამზატი, რომ დაეჭვოს საკუთარ თავში. წარმოიდგინეთ ჩიმაევი, რომელიც მიჩვეულია, რომ ყველა მისი ფეხებში შესვლისას პანიკაში ვარდება და უცებ ხედავს ჩონს, რომელიც ეუბნება: ეს იყო ყველაფერი, რაც შეგიძლია? აი აქ იწყება ნამდვილი ფსიქოლოგიური ტერორი. დანიელ კორმიემაც კი აღნიშნა, რომ ჰიუსტონის სტრიკლენდი არის ყველაზე საშიში ვერსია, რაც კი ოდესმე გვინახავს. დისი სვამს მთავარ კითხვას: გაუძლებს შონი 5 რაუნდს ხამზატის კონტროლს? ჩვენ გვახსოვს, როგორ აწვალა სტრიკლენდმა ისრაელ ადესანია, როგორ აიძულა მსოფლიოს საუკეთესო სტრაიკერი, რომ ოქტაგონზე დაკარგულიყო. შონი არ არის უბალო მებრძოლი, ის არის გამძლეობის მანქანა. თუ ის მოახერხებს და ჩიმაევის პირველ შტურმს გადაურჩება, მესამე რაუნდიდან დაიწყება ნამდვილი შოუ. ხამზატი შეიძლება ბენზინი გაუთავდეს. შონი კი პირიქით, რას მეც ურტყავენ, მით უფრო მეტად იხონცება და ერთობა. ეს ბრძოლა იქნება პასუხი კითხვაზე: სჯობნია თუ არა სისტემატური გრეპლინგი, დაუნ დობელ პრესინგს და რკინის ნერვებს. სტრიკლენდს არ აინტერესებს რეიტინგი, მას აინტერესებს როგორ გატეხოს ხამზატის მითი დაუმარცხებლობის შესახებ. თუ ეს ბრძოლა ოფიციალურად გამოცხადდება, მერწმუნეთ მთელი საქართველო და კავკასია ეკრანებთან იქნება მიჯაჭვული. ერთი მხრივ ჩვენი მეზობელი და ჩემპიონი ხამზატი, მეორე მხრივ კი ტიპი, რომელიც ყველას და ყველაფერს აღინებს, ვინც გზაზე გადაეღორება. ეს არ იქნება უბრალოდ ჩხუბი, ეს იქნება ომი, სადაც ერთი შეცდომა შეიძლება კარიერას ფასად დაგიჯდეს. აბა რას ფიქრობთ, მეგობრებო? აქვს შონს ის ჯადოსნური გასაღები, რომელიც ხამზატის საკოც მოერგება? თუ ბორზი მასაც ისევ გადაყლაფებს როგორც სხვებს? დაწერეთ კომენტარებში, ვის მხარე ხართ ამ დაუნდობელ დაპირისპირებაში: ტარზანის თუ ბორზის?